საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გაინტერესებთ რა გველოდებათ მომავალში. მაშინ ჩაიფიქრე. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, პირდაპირ ახლავე ამოგივით და გულში ფული და ნერვიულობა, რაღაც ფულზე გაქვს ნერვიულობა და განცდა ამჟამად. დიდი რაოდენობით ელდებს ხედავ შენ ცხოვრებაში. რაღაცა საქმე თითქოს პუსტაში გაქვს და ძალიან ნერვიულობ. აქ რა ხდება, იცი? შეიძლება რაღაცა კაზიონის სახლის თაობაზე იყოს რაღაცა შეფერხება, ან რაღაცა საეჭოთად გეხარ. აი, რაღაცა კაზიონის სახლი. ეს შეიძლება იყოს სამსახური, შეიძლება იყოს მთავრობის საქმე, შეიძლება იყოს სასამართლო საქმე, რაღაც ასეთ კაზიონის სახლზე დამოკიდებული საქმე. საეჭოთა შეფერხებითად გეხარ. არქი, ნახოთ მაშინ. ჩემო კარგო, აქ ხედავ გზას, დიდ სიხარულს, შეხვედრა გელოდება ვიღაცა ახალგაზრდა პიროვნებასთან. ეს პიროვნება, ეს მამაკაცი, შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, უცოლშვილო ტიპი ჩანს. საქმიანი ლაპარაკი გელოდება ამასთან აუცილებლად. სხვათა შორის, ამ მამაკაცთან ლაპარაკის მერე დიდი სურვილის შესრულება ამოგივით და ჩემო კარგო. კარგი. ნახოთ კიდე. სხვათა შორის აუცილებლად ან ტელეფონის ყურმილი, ან საქმიანი ლაპარაკი გელოდება ჩემო კარგო და სიხარულიც გიჩანს. ხედავ კაზიონის სახლი, რამხელა ელდაში გიდგას, ან რაღაცა ელდით დგეხარ, ან შეიძლება რაღაცა ელდა გქონდეს ამ კაზიონის სახლის თაობაზე. სხვათა შორის მოგვიანებით რაღაცა შორგზას ვხედავ. შეიძლება სადღაც გზაზე მოგიწიოს წასვლა, შეიძლება გზა გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ დათქმულ დროს ვერ წახვიდე და ცოტა მოგვიანებით წახვიდე, ასე ჩანს. მოკლე ხანში ჩემო კარგო, თითქოს რაღაცა საქმეში დროშას იჭერ. დიდი სიხარული გიჩანს, ან საქმის მოგვარება გელოდება. ამჟამად რო გითხრა შენ სურვილებზე, დიდი ნერვიულობა ჩანს, განცდები გაქვს ძალიან დიდი. ამჟამად სახლის ჭერზე შეიძლება გქონდეს პრობლემა, ან თვითონ სახლში შეიძლება გქონდეს რაღაცა პრობლემა, გაპუსტავებული, საეჭოთ, ან რაღაცა დიდ შეფერხებითად გეხარ. სანამ გავაგრძელებდეთ გაშლას ძვირფასო მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 557 64 38 91. ნახოთ კიდე. აქ ვხედავ ვიღაცა მამაკაცთან ერთად, ეს მამაკაცი შეიძლება იყოს შენი მეუღლე, შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ვიღაცა უფროსი ადამიანი. ორივე ერთად დგეხართ და რაღაცა დიდ ნერვიულობას ვხედავ, მაგრამ ამ ნერვიულობის მერე სურვილის შესრულება ჩანს. ოჯახში ამოდის ძალიან დიდი გაპუსტავება, ნერვიულობა და დარდი. არ შეიძლება სახლის ჭერზე გქონდეს რაღაცა ნერვიულობა, ჩემო კარგო, მაგრამ გამოუვალე მდგომარეობა არ არის. ამ დარდის ნერვიულობის მერე სიხარული კი გიჩანს. რადა გამშვიდებს ამ მოკლე ხანში? მოულოდნელი თანხა გამშვიდებს. მოულოდნელად რაღაცა თანხა შემოგივა.
აუცილებლად. კარგი, ნახოთ კიდე. აუცილებლად გექნება ვიღაცა უცოლშვილო პიროვნებასთან ან თანამდებობ პირთან შეხვედრა. აუცილებლად გელოდება, ჩემო კარგო. აქ რა ხდება ამჟამად, ნახოთ. ვიღაცა ახალგაზრდა გოგო გიდგება გვერდზე, თითქოს საღამოს გზა გელოდება ამ გოგონასთან. ორი ადამიანს ხედავ, ქალი და მამაკაცი არის, სიხარულია მოგდის, ღმერთის წყალობა გელოდება, ჩემო კარგო, რაღაცა ცვლილებები აუცილებლად გეჩანს. ასე რომ შენი სურვილები პუსტა არ არის, შეიძლება ამჟამად პუსტად დგეხარ, მაგრამ ყველა დარდით, ნერვიულობის მერე სიხარულები გეჩანს. მოდი ვნახოთ ახლა ახლო მომავალში კიდე რა გელოდებათ. ფორმიან მამაკაცთანაც შეიძლება შეხვედრა მოგიწიოს, ან ფორმიანი იქნება, ან ბედგამონაცვალია, ჩემო კარგო, ან შავგვრემანი ტიპია, აუცილებლად შეხვედრა გელოდება ამ მამაკაცთან. კი, ძალიან ბევრ შეფერხებებს ხედავ. მამაკაცი გიდგას გვერდზე, ესეც ისე განიცდის რაღაცა თანხაზე, ისე ნერვიულობს, ვერ წარმოიდგენ. მაგრამ გეუნებით, რაღაცა დიდი სურვილის შესრულებები გელოდებათ, აუცილებლად. ნერვიულობები მიდის თქვენი, შეფერხებაც მიდის. ნახოთ კიდე რა მიდის. შეიძლება ცოტა დრო გჭირდებოდეს, ჩემო კარგო, თორე საქმის მოგვარება აუცილებლად გელოდებათ. სიხარული გიჩანს. აი, თქვენი პრობლემების მერე რამხელა სიხარული და სურვილის შესრულება გიჩანთ. არ მამაკაციდან გექნება დიდი სურვილის შესრულება, ჩემო კარგო და სიხარული, არ მამაკაცთან ერთად დიდი სიხარული გელოდება. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.